მოგესალმებით ყველას ისევ კვადში. ეს განსაკუთრებული კვირაა, რადგან კვადის ჩაწერას JNS-ის პოლიტიკის კონფერენციიდან ვახორციელებთ. მოკლედ ვიქნებით. და ყურადღებას გავამახვილებთ იმ თემებზე, რაც ყველაზე მეტად გიყვართ, ნაძირალებსა და გმირებზე. ქონდა ერთგვარი შეთანხმება ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანთან, ყველაფერი რაც თეთრი სახლიდან და სხვა ადგილებიდან გამოდის. ლიბანში ბრძოლები ისევ გრძელდება, იმდენი რამ არის დასახარისხებელი, მაგრამ მოდით ჩვენი ნაძირალების პრიზმაში დავიწყოთ. ემილი, ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? მართლა ძალიან რთული იყო არჩევა და უნდა ვთქვა, რომ ამ კვირაში ყველაზე მეტად იმაში გავიცრუე იმედი, რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ კვირის ნაძირალობის კანდიდატები იყვნენ, სინამდვილეში ჩემი გმირები უნდა ყოფილიყვნენ. დიახ. ძალიან იმედგამათრუებელია ის, რაც ხდება. მაგრამ მე მაინც თეთრი სახლის წარმომადგენლებზე შევჩერდები, რომლებიც ჩემი აზრით აგრძელებენ საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ამერიკელებისთვის, მაგრამ ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის რეალობის დამახინჯებას იმის შესახებ თუ რა არის ეს მემორანდუმი. პირველ რიგში ეს არის მემორანდუმი, რაც უნდა აღინიშნოს. ეს არ არის შეთანხმება. ეს არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არ არის სამშვიდობო შეთანხმება, როგორც თეთრმა სახმა პირდაპირ განაცხადა, ძალიან პრობლემურია. მაგრამ ადამიანები, რომლებზეც განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება ამ საკითხში, არიან სწორედ ტრამპის მრჩევლები და მისი გუნდის წევრები, განსაკუთრებით სოციალური მედიის მიმართულებით, როგორც ბოლო დღეებში ვიხილეთ. ბაცხიდან მარჯვნივ ბევრი კრიტიკა ისმის, სრულიად სამართლიანად ამ მემორანდუმის და იმ დათმობების მიმართ, რასაც ის ითვალისწინებს, ან შეიძლება ითვალისწინებდეს, რადგან ის ფული და რესურსები ისლამური რეჟიმის ხელში ხდება. და ამ კრიტიკაზე პასუხად ვიხილეთ რამდენიმე თეთრი სახლის ოფიციალური პირი ან დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირები, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ და უსწორებენ ანგარიშს იმ ადამიანებს, ვინც თეთრი სახლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ჩვენ ვიხილეთ ანგარიშების დახურვა ბოლო 48 საათში X-ზე 100-ზე მეტი პროისრაელური და ასევე ირანული ანგარიში დაიხურა. ჩვენ ვიხილეთ ყველა ანგარიში, რომელიც ამ მემორანდუმს აკრიტიკებდა. და ერთ-ერთი ბულერი, ონლაინ ბულერი, რომელსაც ხედავთ ამ საუბარში ჩართულს, რეალურად სამი მთავარი ხმაა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ერთ-ერთი მათგანია წარმომადგენელი ანა პაულინა ლუნა. ერთ-ერთი მათგანი კონგრესის წევრია, ერთ-ერთი დონალდ ტრამპ უმცროსია, ხოლო მესამეა ალექს ბრუსავიცი, რომელიც ტრამპის სოციალური მედიის კონსულტანტი და მრჩეველია. მიჩნეულია, რომ ის Rapid Response 47-ის ანგარიშის უკან დგას. ეს ოფიციალური თეთრი სახლის ანგარიშია. და ეს ანგარიში ბოლო დროებში ღიად და საჯაროდ იყენებდნენ სხვა ამერიკელების კრიტიკისთვის, რომლებიც MOU-ს აკრიტიკებენ მათ უცხო ქვეყნის აგენტობაში ან უცხოური გავლენის ოპერაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ამ ალექს ბრუსავიცმა ღიად განაცხადა, რომ ისრაელი ათეულობით მილიონ დოლარს იხდის, რათა უცხოური გავლენის ოპერაციით MOU-ს ძირი გამოუთხაროს. ეს ციცრუეა, მე თვითონ შევამოწმე, გუშინ ფარას ჩანაწერები გადავამოწმე. არ არსებობს, რაც საჯაროდ არის გამოცხადებებული და რაც ჩვენ ვიცით. არ არსებობს არანაირი კამპანია, რომელსაც ისრაელის მთავრობა აფინანსებს, ასე რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. ეს ყველაფერი შეთქმულებაა იმისთვის, რომ თქვან თითქოს ვინც ამ შეთანხმებას აკრიტიკებს, სინამდვილეში უცხო ქვეყნის აგენტია. ეხლა ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმ ადამიანებიდან, ვისის სკრინშოტებიც გააზიარა ალექს ბრუსავიცმა და ასევე დონალდ ტრამპ უმცროსმა, არიან ადამიანები, რომლებსაც ვიცნობთ, ცნობილი აქტივისტები. ზოგ შემთხვევაში ისინი ამერიკელი ვეტერანები არიან, მაგალითად ბას პატერსონი. ის იმ სკრინშოტში იყო. ყავს სტელა ესკობედო, ცნობილი ჟურნალისტი, ამერიკელი ჟურნალისტი და პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე მხარდამჭერი. სრულიად სწორია, ნამდვილად ასეა. ასევე ანია თაჰაც დაადანაშაულეს უცხო ქვეყნის აგენტობაში. მინდა ვთქვა, ეს უბრალოდ სასაცილოა. ისე თითქოს ამას აკეთებენ. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ალექს ბრუსავიცი ხელმძღვანელობს. სწორედ ის ავრცელებს ამ შეთქმულებებს. ამას 4 ხელის ჰეის ფლუენს ეძახიან. განა ექს არ უნდა იყოს სიტყვის თავისუფლების ეტალონი. ზუსტად, არავინ გაუქმდება თუ ყალბი ანგარიში არ ხარ. ზუსტად და ეს ანგარიშები კოორდინირებული არაოთენტური ქცევის გამო შეაჩერეს. ანუ მათ შეუძლიათ ანგარიშების შეჩერება სახელმწიფოს მიერ კოორდინირებული არაოთენტური ქცევის გამო, მაგრამ ვერ აჩერებენ, არ ვიცი, ალ-ჯაზირას, როგორც ყატარის სახელმწიფო მედიას. ისინი უკვე წლებია ოქტომბრის 7-დან მოყოლებული X იკავებენ. ხო, ვაუ. ესე რომ ორმაგი სტანდარტები ძალიან შემაშფოთებელია. ძალიან ირონიულად მიმაჩნია, რომ თეთრი სახლის ზოგიერთი წარმომადგენელი და მემარჯვენე ფიგურები გულწრფელად რომ თქვა იმავე საკეთებენ, რასაც დემოკრატიულ პარტიაში სცულთ. ზუსტად. კრიტიკოსების გაჩუმება და ნებისმიერი საბაბის პოვნა მათ დასადუმებლად. ეს არ არის ის ამერიკა, სადაც მე გავიზარდე. მაგრამ ასევე თუ ისინი ამდენ ძალისხმევას დებენ ამაში, ეს არ გაჩვენებს. There's a problem. ეს სუდი გარიგებაა მემორანდუმი, რაც არ უნდა იყოს.
ისინი იციან, რომ სუსტებად გამოიყურებიან მართალია, და რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად ისინი ხალხს ებრძვიან. ეს დემოკრატია არ არის. ბოდიში, მაგრამ ეს ამერიკულია. მაგრამ ეს უბრალოდ აჩვენებს ამ პოზიციის სისუსტეს თავიდანვე. ხო, ეს ჩემი დასკვნაც არის ამ ყველაფრიდან. თუ გჭირდება ყველა კრიტიკოსის გაჩუმება, მათი ექსთან დაბლოკვა, მათზე დევნა, ჯაშუშობაში დადანაშაულება და შეთქმულებების გავრცელა, ცელება რას ამბობს ეს შენს მემორანდუმზე? ალბათ ძალიან ღელავს. ხო, ვაუ! ალბათ ძალიან ღელავს. ხო, ეს ნამდვილი ნაძირალებია და იმედი მაქვს, რომ ილონ მასკი მალე დააბრუნებს ყველა ამ ანგარიშს. მეც იმედი მაქვს. ისინი ბოტები არ არიან, ყალბი არ არიან, ისინი ნამდვილი ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ გამოხატავენ საკუთარ აზრს და თანაც ძალიან სწორ აზრს. Dirk, კარგი, ეს შესანიშნავი პასუხია, მადლობა. შოშანა, ვინ არის შენი ნაძირალა? მე ემილისგან ძალიან შორს არ მივდივარ. ჩემი ნაძირალა ამ კვირაშია JD Vance. მაბატიეთ, მაგრამ ეს უბრალოდ ყველაზე საშინელი ციტატაა ყველა ციტატას შორის. ისრაელზე ვსაუბრობ, თქვენ ხართ ქვეყანა 9 მილიონი მოსახლეობით. თქვენ ვერ შეძლებთ ყველა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მკვლელობით, ელობით. უკაცრავად. უკაცრავად. თითქოს ჰეზბოლა რაკეტებს არ ისვრის, დრონებს არ აგზავნის ჩვენს ჯარებზე, ჩვენს ჯარისკაცებს არ კლავს ყოველდღე ლიბანში და რატომ ვართ იქ? სლებია, არც ერთი ისრაელი ჯარისკაცი არ ყოფილა ლიბანში, სანამ ჰეზბოლამ ისევ არ დაიწყო ჩრდილოეთის დაბომბვა, დაუსრულებლად, შეუჩერებლად და ჩაერთო ბრძოლაში. ის ვერ მოიგებს, მაგრამ თან მიაბს, როგორც ლიბანელი, ისე ისრაელი ხალხი და შენ, JD Vance, საუკეთესო რაც შეგიძლია თქვა არის ის, რომ ვერავის მოკრით ვერ გამოხვალ ამ სიტუაციიდან. მართლა. იმედია და ამას საჯაროდ ვამბობ, იმედია შენი კარიერა აქ დასრულდება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასრულებასთან ერთად, რადგან არ მინდა შენი ნახვა თუ ნამდვილი ჩუბა მონანიება არ გექნება, იმიტომ რომ ეს საზიზღრობაა. და ის ჩემი ნაძირალა. კი, ვფიქრობ ეს სრულიად ლეგიტიმურია. და ვფიქრობ აქ რაღაცა უფრო მზაკრული ხდება, რადგან ეს ის სიტყვებია, რასაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მოიზიდოს. განსაზღვრული აუდიტორიისთვის. ხო, ის მეგინ კელის შოუში იყო. ტაკერი რეკავს, ის ალბათ მეგინ კელის შოუში მივიდა, საზიზღრობაა. მეგინ კელი ყოველთვის საზიზღარი იყო პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. მაგრამ ის ნამცეცებს უხრის ამ გამოფხიზლებებულ მემარჯვენეებს. აი რას აკეთებს ის მინიშნებებს აძლევს იმ ვოუკ მემარჯვენეებს. და ჩემი თეორია ასეთია და შეიძლება ვცდები და შეიძლება ისევ ზედმეტად ოპტიმისტურად ვუყურებ, როგორც ყოველთვის ვცდილობდი, რომ ისინი სპეციალურად ამზადებენ მას მარცხისთვის, რადგან იციან, მათ იციან. სიხარულით ვუყურებ ამას. ამ 60 დღეში რა შანსია, რომ ეს 60 დღემდე მივიდეს? ან თუნდაც 60 დღის შემდეგ ეს არ განახლდება შუალედურ არჩევნებამდე და მერე ღმერთმა იცის რა მოხდება. თითქმის თვიტი დავწერე გასულ კვირას, სადაც ვამბობდი, რომ ან პრეზიდენტობისთვის ამზადებენ მას, ან იმისთვის, რომ სახით მიწაზე დაეცეს. ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცი. კარგი, ვფიქრობ იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ვევნახეთ ტაკერ კარლსონი, რომელმაც განაცხადა, რომ რესპუბლიკურ პარტიას არასდროს დაუჭერს მხარს. კარგი, მაშ ვინ არის ზუსტად JD Vance, ვინ არის მისი ამომრჩეველი? კი, ტაკერ კარლსონი აქტიურად ეწინააღმდეგება რესპუბლიკურ პარტიას, ასე რომ ვფიქრობ ეს რაღაც იმედია მაინც ისინი ერთმანეთს ეჯახებიან. თუ ეს უბრალოდ ხრიკი არ არის, რომ მერე ისევ დააბრუნოს ისინი, წინასწარ ვერ გაიგებ. კარგი, არავის უნდა ისინი. ასე რომ შეიძლება ხრიკი იყოს, მაგრამ როცა ასეთ რამეს ამბობ, ის საერთოდ არ თამაშობს როლს ისრაელში. გახარება, უნდა გაიგო, ეს ენის წამოწდენა არ არის. ეს ძალიან განზრახ გაკეთებულია. ის ფაქტობრივად ამბობს, რომ აგრესორები ისრაელია და არა ისლამური რესპუბლიკა ირანი, რომელმაც 42,000 საკუთარი მოქალაქე მოკლა. აი ამას ამბობს, ის აყოვნებს. ეხლა ეს გახსნეს, ნახე ეს ცხელი ხაზი დაძაბულობის შესამცირებლად. ეს ყველაზე ახალი ამბავია. მათ გახსნეს ცხელი ხაზი დაძაბულობის შესამცირებლად, როცა ჰეზბოლა ესხმის თავს ისრაელს, ან ისრაელი პასუხობს ჰეზბოლაზე თავდასხმით. ეხლა ჩვენ ერთ დონეზე გვაყენებთ რეჟიმის სამარცხვინო ტერორისტულ პროქსისთან. ვინ ჯანდება ხართ თქვენ? ვინ არის ის, ვინც მასობრივად ხოცავდა ამერიკელ მოქალაქეებს? ისე უბრალოდ. ბასის მკვლელობა, მგონია რომ ის ბნელ მხარეს გადავიდა. და სხვათა შორის ის დამცირებული იყო, რადგან იმ ღამეს, როცა მოლაპარაკებები დაიწყეს, ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ხო, და მერე კატარის წარმომადგენელმა ხელი არ ჩამოართვა. ბოდიში, კამერაზე, ის ასე იყო. დიახ, ასე ხდება, როცა სუსტი ხარ. აი ამას ებძვი შენ. კაცო, მადლობა შოშანა. ხო, მადლობა რომ მომეცი ამის ხმის საშუალება.
ეს ძალიან საჭირო იყო განსაკუთრებით ამ კონფერენციის 3 დღის შემდეგ და ეს იყო ერთადერთი რაზეც ვსაუბრობდით. კარგი. ჩემი ამ კვირის ნაძირალა ისევ იგივე ნაძირალა არალა. როგორც კი გონია რომ ამ კაცმა უკვე ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია, კიდევ უფრო დაბლა ეცემა. ზორან კამანვამა მანდანი, გონია რომ მას ასეთი შუა სახელი აქვს. ზორან მანდანი ავიდა სცენაზე. გონია ნიქსის ზეიმზე პოზიტიური განწყობის დრო იყო და მან ფაქტობრივად აიფაქს ურჩხულები უწოდა. ურჩხულები. ეხლა ურჩხულების დროა. დღეს ეს ურჩხულები მრავალ ფორმას იღებენ. აიპაკში, რომლისთვისაც გენოციდის და ნეთანიაჰუს ომების დასრულება უფრო საშიშია, ვიდრე დემოკრატიამ თავისი გზით იაროს. ისინი მილიონებს ხარჯავენ ჩრდილოვან ფულად ერთი მიზნისთვის. შეინარჩუნონ ძალაუფლება, რათა ერთმანეთს დაგვაპირისპირონ. ბნელი ფულის გამოყენებით. ზორან კვამამე მანდანი იოსებ გებელსის ანტისემიტური პროპაგანდის სკოლაში დადიოდი. დიახ. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბოდიში არ მოუხდია. პირიქით, კიდევ უფრო დაჟინებით ამტკიცებს თავისას. მართლა სამწუხაროა, მინდა ვთქვა, რომ 2026 წელს შეგიძლია დაბრუნდე 1930-იანი წლების გერმანიაში. წაიყვანო ყველა ჯარი, იყიდო ებრაელები, რომლებიც ფულს ატრიალებენ და ბნელი ძალები. და ესაა შენი რიტორიკა ნიქსის 50 წლის შემდეგ გამარჯვების აღსანიშნავ დღესასწაულზე. აი ამას აკეთებ შენს პლატფორმაზე, ნაძირალა. და შემდეგ ის ამტკიცებს, რომ ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 1000 ბავშვი მოკლა ღაზაში. ზუსტად. და არავინ ეკითხება მას, ხო? საიდან მოიტანა ეს რიცხვი? არავინ აყენებს კითხვას. ასე რომ მისი სიტყვა სიმართლედ ითვლება. ასე რომ ჟღერს როგორც ალექს ბრიუსავიცი, ჩემი ნაძირალა. მეგითხარი რომ მომეცინ წერალი და კონვერსია. ებრაელები ბნელი ძალებია, ჩვენ ვატრიალებთ ფულს. მე ბავშვი ვარ, ისინი კლავენ ბავშვებს. ეს აქამდე არ გვსმენია. ხო. ზორან კვამე მანდანი. ასე რომ შენ ხარ და ყოველთვის იქნები, ხო? ჩემი ამ კვირის ნაძირალა. ის იმსახურებს ფრანჩესკა კიეზას გვერდით ყოფნასაც. მასაც ჭირდება ნაძირლების კედელზე ადგილი. დიახ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. შეიძლება ეს დაბრუნება იყო. ჩვენ გავაკეთებთ ნაძირალების დიდების დარბაზს. ვიზეიმებთ და ჩვენ ზეიმებზე ნაძირალად მოგიხსენიებთ. ვერ ვითმენ, გაუგზავნეთ მას ჯილდო. გმერთო ძაფარე, გაელვება. შეიძლება თაროზე ჩამოკიდოს. შეგიძლია იცი პატარა თეფშზე კონდეს ეგეთი სისულელე. კვირის ნაძირალა, მგონი ამას გავაკეთებთ. ხედა, ნიუ-იორკში ხარ, ნიუ-იორკში. უნდა ჩადო ეს ბინძური რამე პარკში დაანთო და დატოვო. დიახ, კარგი იყო, კარგი. იდეები მისაღებია ყველასგან, კარგი. ამ კვირაში გავწმენთ ჩვენს გულებს, ჩვენს სულებს, დიახ, ჩვენს დაჭრილ სულებს კარგ ვიბრაციებთან ერთად. და ყოველი ნაძირალასთვის ბევრია, ძალიან ბევრი გმირი. კვირის გმირები. კარგი შოშანა, ამჯერად შენგან დავიწყებ. ჩემი გმირი სინამდვილეში აქ არის ამ კონფერენციაზე. ასე რომ იმედი მაქვს იცის, რომ ამ კვირაში ჩემი გმირია პასტორი ლარი ჰაკი, ახალი დასაწყისის ეკლესიის დამფუძნებელი და უფრობელი და უფროსი პასტორი. ეხლა უნდა ვაღიარო, ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდი ევანგელისტებს. ეს დედა მასწავლა. საბოლოო ჯამში დედა ჩემი ამბობდა, რომ უბრალოდ უნდათ ქრისტიანობაზე გადავიყვანონ, ამიტომ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვიყავი. და როცა ვიყავი, მგონი ეს იყო ორშაბათი კვირა საღამოს, ის პანელზე საუბრობდა და აუდიტორიას შეხედა და თქვა: "მინდა ორი დაპირება მოგცეთ. პირველი, ჩვენ არასდროს ვეცდებით რომ მოგაქციოთ." თქვა არასდროს, ჩვენ არასდროს ვეცდებით რომ მოგაქციოთ. და მეორე, ჩვენ არასდროს მიგატოვებთ. და უნდა თქვა, რომ მართლა თბილი გრძნობა დამეუფლა და თვალებიც კი ამიცრემლიანდა. იმიტომ რომ ვიგრძენი, თითქოს ეს იყო ტიკუნი. თითქოს ეს იყო მისიონერთა იმ თაობების მცდელობების გამოსწორება, რომლებიც ცდილობდნენ ებრაელებები ქრისტიანებად ექციათ და ჩვენს ხალხს, ჩვენს მემკვიდრეობას აშორებდნენ. და ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული იყო ამ სცენაზე მოსმენა და იმის შეგრძნება, რომ ვაუ, მართლა მივედით იმ ადგილამდე, სადაც შემიძლია პატივისცე შენს პიროვნებას. შენ შეგიძლია პატივისცე ჩემს პიროვნებას და ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიმუშაოთ საერთო მიზნისკენ. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შენ მართლა ჩემი გმირი ხარ. და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს გაგანცხადება ასე საჯაროდ გააკეთე. და ყოველთვის რასაც არ უნდა ვამბობდე, ამას ვამატებ ებრაელი ხალხის მიმართ. პირველ რიგში, ჩვენ არასოდეს ვეცდებით თქვენი მოქცევას. სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება რომ ხვალ უფრო ებრაელი იყოთ ვიდრე დღეს ხართ. მეორე რამ არის ის, რომ კიდევ ერთ დაპირებას გაძლევთ. ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით.
ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნახეთ, ვიცი, რომ ევანგელისტური საზოგადოების უმრავლესობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისთანაც მე მაქვს კონტაქტი, აბსოლუტურად ურად არ აქვთ განზრახვა, რომ ვინმე ჩვენგანი გადააქციონ. ისინი ამერიკასა და მთელ მსოფლიოში სიკეთისთვის მისთვის მოქმედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან ჩვენს ყველაზე რთულ მომენტებში. მაგრამ მე ვიცი, რომ ებრაულ საზოგადოებაში არსებობს პარანოია და ეს სრულიად გასაგებია, რადგან ეს ჩვენი ასობით და ასობით თლის გამოცდილებაა. მაგრამ ჩვენი ევანგელისტი მეგობრები ნამდვილად ჩვენს გვერდით არიან. და იცით, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეგობარია სენდი ჰეიგი, რომელიც ძალიან მიყვარს, როცა რაღაცას აკეთებს. ის შესანიშნავია. ის სცენაზე ადის. მე კუფიში ყოველ წელს მივდივარ, წელსაც მივდივარ. ის ყოველთვის სცენაზე ადის და ამბობს: ჩემი სახელია სენდი ჰაგი, მე ქრისტიანი ვარ. ჩემი უფალი და მაცხოვარი არ იყო. ვაუ! ასე რომ ძირითადად ჩვენი ევანგელისტი მეგობრები ამბობენ, თქვენ ებრაელებს გაქვთ თქვენი როლი სულიერ სამყაროში და ჩვენ ქრისტიანებს ჩვენი როლი გვაქვს. ძალიან კარგია. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს და ამიტომ ვიტყვი, რომ ეს ნორმაა, მაგრამ მიხარია, რადგან შენ ხარ ჰოლოკოსტის გადარჩენილების შვილი და ვიცი, რომ პარანოია გამართლებულია. ასე რომ მიხარია, რომ თავს კარგად გრძნობ ამასთან დაკავშირებით. და მიხარია, რომ ამას სახლში მყოფ ყველასაც უზიარებს სხვათა შორის, რადგან ეს ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგია. სენდი ჰაგი რამდენიმე კვირის წინ ჩემს გადაცემაში Access to Truth იყო სტუმრად და მან ძალიან კარგად განმარტა რა არის ქრისტიანული ევანგელისტური პოზიცია და რატომ ბიბლიური პერსპექტივიდან, ასე რომ ეს ძალიან საინტერესოა. ჰასანი არის შეიძლება ითქვას მთავარი რაბინი თეოლოგი იმაზე, თუ რატომ არ ვართ ჩართული ჩანაცვლების თეორიაში, ანუ ქრისტიანებები არ მისდევენ ჩანაცვლების თეორიას. რაზე უნდა იყოს ეს თეოლოგია? სწორია. ის ერთ-ერთი წამყვანი ხმაა ამ საკითხში. ასე რომ დიახ, ჩვენ გვყავს. ის ძალიან გამართულია, ძალიან კარგად აყალიბებს აზრებს, ზუსტად იცის როგორ ახსნას რა არის პოზიცია, ასე რომ მართლა ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავია. ის შესანიშნავია და მოუთმენლად ველი, რომ ძალიან მალე ვნახავ მას. ეს შესანიშნავი გმირია, მადლობა. ემილი, ვინ არის შენი გმირი? ამიტომ ჩემი გმირები ამ კვირაში ცოტა ტკბილ-მძილმწარეა. როგორც ჩანს, ჩვენ საუბრობდით ურთიერთგაგების მემორანდუმზე. რეჟიმის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სრული ცეცხლის შეწყვეტა და ისრაელის ძალების ლიბანიდან გაყვანა. ეს არ ხდება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ვისაუბრე რამდენიმე ჯარისკაცთან, რომლებიც ახლა ლიბანში იმყოფებიან. არა მეთაურებთან, არა მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებებთან, არამედ რეალურ ჯარისკაცებთან, რომლებიც სამხრეთ ლიბანში არიან. რომლებიც ყოველდღიურად თავს ესხმიან ჰეზბოლას მხრიდან, რაც სხვათა შორის თავისთავად ამ მემორანდუმის დარღვევაა, მაგრამ როგორც ჩანს, ამაზე არ ვსაუბრობთ. არა. ისინი ასეთ საფრთხეში არიან და მათი მოქმედების თავისუფლება იმდენად შეზღუდულია, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ცეცხლის გახსნა, თუ პირდაპირ მათ ესვრიან. ეს პირდაპირ ემუქრება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ეს სრულიად მიუღებელია და ვიცი, რომ ხალხიც ასე ფიქრობს, რომ ეს მიუღებელია. და ვიცი, რომ ჩვენ გვგზნობთ თითქოს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ ვართ იმის გამო, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებს. მაგრამ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ისინი ნამდვილად მთელი ქვეყნის გმირები არიან. უდავოდ, ისინი ჩემი კვირის გმირები არიან, რადგან პირდაპირ ჩვენი უსაფრთხოების და დაცულობის წინახაზზე დგანან. რადგან რომ არა ისინი და ის, რასაც ამ კვირაში აკეთებენ, რომ არა მათი თავგანწირვა და საკუთარი სხეულის საფრთხეში ჩაყენება ჩვენი დასაცავად, მათ შორის ამ კონფერენციის ჩატარებისასაც კი, ნამდვილად ასეა. ჩვენ ვერ შევძლებდით ასე გაგრძელებას, როგორც ეხლა ვაგრძელებთ. და სამწუხაროდ ბევრი დაეცა, დიახ, ამსოვეი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 50-ზე მეტი დიახ დაეცა. და არ ვიცი, ძალიან მტკივნეულია, რომ ვიცით, ისინი იქ არიან და თავიანთი სხეულით იხდიან ფას, დიახ. იმისთვის, რომ ჩვენ აქ ვართ და იმ ილუზიისთვის, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკება შესაძლებელია, ამ ილუზიისთვის, ისინი თავიანთი სიცოცხლით იხდიან ფას. უბრალოდ, ეს ვენსის ნათქვამს კიდევ უფრო რთულს ხდის, რადგან როგორ არ უნდა გქონდეს პატივისცემა იმ ფაქტის მიმართ, რომ დედები და მამები საკუთარ შვილებს მარხავენ, ცოლები, ქმრებს და სხვათა შორის ქალიშვილებსაც. იყო მინიმუმ ერთი ქალი ჯარისკაცი, რომელიც მოკლეს. და თითქოს ეს არ ხდება, თითქოს ეს არ არსებობს მათ გონებაში. მათ თვალებზე ბანდაჟი აქვთ. 4 ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი მოკლეს მას შემდეგ, რაც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გამოცხადდა და თეთრი სახლისგან კომენტარი არ ყოფილა. მიუღებელია, სრულიად მიუღებელია და ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ყველაზე მტკივნეული რამ, სუმცირე ჩემთვის როგორც დედისთვის, მაგრამ ყველასთვისაც არის ის, როცა ჯარისკაცს ვკარგავთ. ეს არის ეროვნული გლოვა თითოეული სიცოცხლისთვის. როცა დილით სიახლეებს ვხსნი და ვხედავ, რომ ჯარისკაცი დაეცა, ეგ არის ჩვენი დღე დასრულებულია.
ასე ვგრძნობთ აქ თავს. ისინი ყველას შვილები არიან, იცით, და ისინი მართლაც საუკეთესო გმირები და მებრძოლები არიან, რაც კი გვყავს. ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე მებრძოლები და გმირები გვყავს. ღმერთმა ყველა დალოცოს. კარგი, მე ძალიან მოულოდნელი გმირი მყავს. და არ ვიცი, მომავალშიც დარჩებიან თუ არა გმირად, მაგრამ ამ მომენტისთვის მაინც გმირები არიან. ასე რომ ამას მაინც დაუთვლი. საფრანგეთი არასდროს მიფიქრია. არასდროს მიფიქრია, რომ ეს მოხდებოდა. რას აკეთებენ ისინი? მოგიყვებით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ლაჩრები იყვნენ, იცით, მაკრონი საშინელი იყო, გამოაცხადა პალესტინის სახელმწიფოებრიობა ისე, რომ არაფერი მოუთხოვია იმ ხალხისთვის, რომელსაც ლეგიტიმაციას აძლევს. როდესაც მემორანდუმი გამოცხადა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ისინი არიან. აი შეიძლება გამოიყენონ ვეტო, რომ ირანზე სანქციები არ მოიხსნას. ვაუ. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მხოლოდ ამ მემორანდუმის, ან მხოლოდ იმიტომ, რომ ეხლა შეთანხმების გზა არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ მოხსნიან სანქციებს. და თუ მათ სთხოვენ ამას გარანტიების გარეშე და ისე, რომ ადგილზე არაფერი დაინახონ, რაც აჩვენებს, რომ ირანელები ასრულებენ მემორანდუმს ან შეთანხმებას, ისინი გამოიყენებენ ვეტოს უფლებას. ეხლა ვფიქრობ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა ბოლო წლებში. ასეა, ვფიქრობ, ეს ირანის პრემიერ-მინისტრია, ის უფრო გაბედული ხდება. ზუსტად ასეა, ეს ირანის პრემიერ-მინისტრია. ადამიანის ისტორიის ერთადერთი მოწოდება. დიახ. მე მგონი ამას ბალდადო პრემიერ-მინისტრი ასე ამბობს. და ამიტომაც საკმაოდ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. იცით, ჩვენ ძალიან სამართლიანები ვართ ქვაზე. და როცა იმსახურებ, რომ ნაძირალა გეძახონ, ამას აუცილებლად გეტყვით. მაგრამ როცა იმსახურებ, რომ გმირი იყო, კი, ვეთანხმები. ჩვენ ნამდვილად მოგცემთ ამ აღიარებას. ასე რომ ამ კვირაში გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ლა ფრანსი, ტუო ფრანსი, ჩემი კვირის გმირია. კარგად გააკეთეთ. მაშასე ქალბატონებო. ეს სხვათა შორის მნიშვნელოვანია. უნდა ვიყოთ პოზიტიურები. პოზიტიურად გავაძლიეროთ კარგი ქცევა. მართლა. ეხლა 5 შვილის დედას გავხარ, რა თქმა უნდა, შანა. მაგრამ ხომ იცი, ეს ასევე რეალურად მიუთითებს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე. დიახ. და ის ფაქტი, რომ რაღაც მიზეზით იქნებ გარიგებისადმი სასოწარკვეთილებით ან სხვა რამით, ნამდვილად არ ვიცი. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ აწმუნოთ, არ ვართ არწმუნებულები. მაგრამ შეერთებული შტატები შეგნებულად უყურებს სხვაგან. და ისლამური რესპუბლიკა პირდაპირ საფრთხეა ევროპისთვის. მათ აქვთ აქტიური უჯრედები, მათ ამ ქვეყნებში უზარმაზარ დონეზე შეაღწიეს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ამიტომ, როცა ისინი გამოდიან და ამბობენ, მოიცადეთ, არა, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ხო. გულისხმობ, ეს პრობლემაზე მიუთითებს. და გამოიყენონ ვეტოს უფლება, რაც არ მახსოვს ბოლოს როდის გააკეთეს. ხო, საერთო კეთილდღეობისთვის. ხო. ვიცი, რომ მათ ჰქონდათ ეს. მათ აქვთ, როცა გარიყული ხარ ბჯეროდეს თუ არა. საფრანგეთი 5 მუდმივ წევრს შორისაა, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ. ღმერთმა იცის რატომ. ეს რა თქმა უნდა ისტორიულია. მაგრამ ნახე, ისინი კარგ რაღაცას აკეთებენ ამით. დიახ. და ჩვენ ამას დაუფასებთ. დიახ. ასე რომ ქალებო, ჯერ კიდევ მთელი დღე წინ გვაქვს. საინტერესოა მოვისმინოთ მეტი სპიკერი, გქონდეს უფრო აქტუალური და პოზიტიური დისკუსია. და მომავალ კვირას ისევ გნახავთ ყველას. მადლობა რომ გვიყურეთ. ქვაზე.